საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ თბილისში ანტიკორუფციული საბჭოს ფორმატში შეკრებილი სპეციალისტები და კანონმდებლები. კანონის ძირითადი პრობლემაა თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების მექანიზმი. შეკრების მიზანი ამ მექანიზმის დახვეწაა. ჩვენი ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე მუშაობს თემაზე. მას შემდეგ რაც სახელმწიფო მოხელეები ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, როგორც ირკვევა, არ არსებობს სახელმწიფო დონეზე შესაბამისი მექანიზმი, რომელიც ამ ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობას გადაამოწმებს. სწორედ საუბარია იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის ფარგლებში ქართულ მხარეს ებალება, რომ ეს სფერო დახვეწოს. არ იგეგმება ახალი რომელიმე სამსახურის შექმნა, არამედ ამ ინფორმაციას უკვე გადაამოწმებს უწყება, რომელიც ქონებრივ დეკლარაციას აგროვებს და ამის შესახებ ინფორმაციას ათავსებს ინტერნეტ სივრცეში. ამდე არ არსებობს სისტემა, რომელიც მონიტორინგს განახორციელებდა და თუ რამდენად სწორად წერენ ადამიანები მონაცემებს და ასე ვთქვათ, შემთხვევით შეცდომას ხوار უშვებენ ან განზრახ ხوار წერენ ცრუ მონაცემებს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში რომ დავნერგოთ მონიტორინგის ეს სისტემა, ისინი ვინც ვავსებთ ამ დეკლარაციებს, რა თქმა უნდა, ვართ ვალდებული რომ გავასაჯაროოთ მონაცემები, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრების ინფორმაციებიც იწერება და ეს პრობლემებს უქმნის პირადი მონაცემების დაცულობის კუთხით ოჯახის წევრებს. ამიტომ ბალანსი უნდა იქნეს დაცული. ცვლილებები შედის კანონმდებლობაში, კერძოდ შემოდის სისტემა, საჯარო სამსახურის ბიუროს ექნება ვალდებულება, რომ მონიტორინგი გაუწიოს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს. გარდა ამისა შედის კიდე სხვა ცვლილებები, ანუ კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ გარკვეული ცვლილებები შედის. ბევრი პოზიტიური ცვლილება არის თემები, რომელშიც გვაქვს ჩვენ შენიშვნები და ზუსტად ამის განხილვა მიმდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ უწყებათა შორისი საბჭოს სხდომაზე. უკვე 1 საათია, რაც მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას იღებენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. რაც შეეხება იმას, თუ როდის შევა უკვე ეს კანონ პროექტი პარლამენტში, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არის. სავარაუდოდ ეს უკვე საშემოდგომო სესიაზე მოხდება. დიდი მადლობა თეონა ცხომელიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.